რატომ იქცა ეს კომეტა სენსაციად? კიდევ რა უცნაურობები გამოავლინა ამ ობიექტმა დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მზის პერიჰელიონიდან დედამიწისკენ აიღო გეზი. კონსპირაციები, იგივე შეთქმულების თეორიები არ წყდება და უხვად ვრცელდება. თუ რომელიმე ასეთ ჰიპოთეზას ან თეორიას მეცნიერება არგუმენტირებულ პასუხს გასცემს, ამავე თეორიების შემქმნელები, გამავრცელებლები და გამზიარებლები უკვე ამბობენ, რომ მალავენ, არ გვიმხელენ. მეცნიერები რასაც უნდა იმას ამბობენ. შემდეგ უკვე ყველაფრის უარყოფა ხდება მათი არგუმენტი. ნიშნულობა არ აქვს რას დაუმტკიცებ. მოდი ახლა მოგიყვებით უკანასკნელ სენსაციებზე. ამ ეჭვებს საფუძვლად უდევს რამდენიმე კონკრეტული ასტროფიზიკური დაკვირვება, რომლებიც ჩვეულებრივ კომეტებს ნაკლებად ახასიათებთ. პირველი, ოუმუამუას პრეცედენტი. ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა გამოჩნდა. მას ჰქონდა ძალიან უცნაური, წაგრძელებული ფორმა და აჩქარდა ისე, რომ არ გამოუყვია გაზები. კომეტის კუდი არ ჰქონდა, რადგან 3i ატლასი ასევე სხვა ვარსკვლავური სისტემიდანა, ბუნებრივია ეჭვები მასზეც გადავიდა. მეორე, არაგრავიტაციული აჩქარება. ეს არის მთავარი მიზეზი. კომეტა მოძრაობს უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მზის მიზიდულობის კანონები კარნახობს. მეცნიერული ვერსია. ეს არის დეგაზაცია. კომეტიდან გამოსული ორთქლი რეაქტიული ძრავის როლს ასრულებს, რადგან გაზების გამოსვლის წნება წარმოუდგენლად მაღალია და ის აჩქარებს ობიექტს. ტექნოლოგიური ვერსია. ეჭვების საფუძველია ის, რომ აჩქარება ძალიან თანაბარია. ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ძრავის მუშაობა ან მზის რადიაციის გამოყენება გადასაადგილებლად. მესამე, სტრუქტურული ანომალიები. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც კომეტის კომა, ირგვლივ არსებული ღრუბელი, ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზოგმა ეს აღიქვა როგორც ხომალდის ორი ფრთა ან კორპუსი. სინამდვილეში ეს გამოწვეულია ბირთვის ბრუნვით და გაზების ამოფრქვევის კუთხით. მეოთხე, რადიოტალღების ძიება. პროექტმა BRICS-LISTEN, რომელიც კოსმოსში უცხოპლანეტურ სიგნალებს ეძებს, 3i ატლასზე დაკვირვება დაიწყო. თავად ის ფაქტი, რომ ასეთი სერიოზული ორგანიზაცია მას რადიოტელესკოპებით უსმენს, საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ მეცნიერებმა რაღაც იციან. სინამდვილეში ეს სტანდარტული პროცედურაა ნებისმიერი ვარსკვლავთშორისი სტუმრის შემთხვევაში, უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის. მეხუთე, ანტიკუდის ფენომენი. 3i ატლასს აქვს კუდი, რომელიც მზისკენ არის მიმართული. შეთქმულების თეორიების მომხრეები ამბობენ, რომ ეს არ არის მტვერი, არამედ ენერგეტიკული სხივია, რომლითაც ხომალდი მზისგან ენერგიას იღებს. და რა არის რეალობა? ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი ფიზიკური მტკიცებულება, რომ ეს ობიექტი ხელოვნურია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.